და დღეს ამდასდით მინდა რომ ვიმუშაო კლასიკან თხოვს სიგნიფიკაციას კლასიკით გავაკეთე. მეგობრებო, როგორი დაღლილი ვარ, ნეტა იცოდეთ 2 საათიანი მატრიცული მედიტაციების შემდეგ. ეხლა რამდენიმე წუთია დავასრულეთ და დავბრუნდი სამუშაო ფორმაში, რათა გავაკეთო თქვენთვის საჯარო გაშლა დიდი სიყვარულით. ვფიქრობდი ხა პირდაპირ ეთერი ჩავრთო, იქ გავაკეთო თუ ჩავწერო გაშლა და ავტვირთო არხებზე. YouTube-იც გველოდება თქვენს. 3 დღეა სრულად გაშლა არ დაგვიდია და ეს ჩემთვის ცოტა უცხო რამ არის. სადღაც 5 ივნისამდე გაგრძელდება ასე და მე ჩავჭდებით ყოველდღიურ გაშლების გრაფიკში. დიდი სიყვარულით მოგესალმებით ყველას, არხის წევრებს და მადლობას გიხდით რომ ხართ ჩვენთან და ამ სივრცეში. მადლობას გიხდით თითოეული თბილი კომენტარისთვის, რომელსაც არიშურებთ და აგზავნით ენერგეტიკულად ჩვენი არხის და ჩემი მიმართულებით, ჩემი ასე ვთქვათ, გადმოცემული ინფორმაციის და ამ ენერგიის გაწევის მხრივ ჩემი მიმართულებით. მადლობა. და ამით ჩვენი ენერგობალანსი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო თანაბრობაში ჯდება. ხო. ჯერჯერობით შემიწყვით ეს ნაკადი. ეხლა კი ვნახოთ თქვენი ენერგიები რა მდგომარეობაშია. რა მდგომარეობაშია შენი ენერგიები? გაუგებრობა, სრული ქაოსი, სულიერი ტრანსფორმაციის პერიოდი, სწავლების პერიოდი, კრიზისის პერიოდი. ეს არის ის მომენტი, როდესაც ადამიანმა უნდა გაცნობიერო მოცემულობა და აკეთო გზა არჩევანი გზაზე, თუ რა გზით უნდა წახვიდე მომავალში. მდგომარეობა, რომელიც არ იცი რას მოგიტანს, ეს რო გააკეთო, ან ის რო გააკეთო. ამ გზაზე რო დაუშვათ მიიღო გადაწყვეტილება და დარჩი ამ აზრზე, რომ ესია, არ იცი ნამდვილად ესია, თუ არ იცი ნამდვილად ისია. და ეს პოზიცია არის ადამიანში, როდესაც ეს იმყოფება რაღაცის სწავლის პერიოდში. ყველას თავისი აქვს. რაღაცას სწავლობ, მაგრამ ვერ იგებ რა სწავლობ. და ეს არის ზუსტად მენტალური არ ვიცის მდგომარეობა, იმიტომ რომ რეალობა არ იცი. აი ესეთი სიგნიფიკაცია. თუმცა გეტყვით რომ სულების დონეზე ეს ხდება იმისთვის, რომ შენ უნდა გაიგო რაღაც. მოდი აქ ვიკითხავ რა, მე ხო იცით, არ მიყვარს ის სიღრმისეულად მიყვარს. ეს რაღაც რა უნდა გაიგოს ამ გოგომ. რისთვის არის შეჩერებული ან კომუნიკაცია, ან ის რაღაცა რაშიც ხარ, რისთვის არის შეჩერებული, რომ დაფიქრდე, განაგაჩერებული, შეჩერებული, რომ დაფიქრდე და გადადგა ნაბიჯი და შანსი მოგეცემა. შენ იცი ეს შანსი რაში მდგომარეობს. უკვე უნდა იცოდე, ან უნდა მიხვდე, ჯერ ნახე, სანამ ნაბიჯს გადადგავ, ნახე, შანსი მოგეცემა.
კი ბატონო, ამ გაკვეთილის შემდეგ, ოღონდ, როდის იცი, როდესაც შენ მიხვდები, აი ეს არის შენი გაკვეთილეობრივი პროცესი, შეჩერებულ პოზიციაში, არ იცი რა მოიმოქმედო, რა იფიქრო, რას მოგიტანს ესა თუ ის გადაწყვეტილება და ეს გაკვეთილი მდგომარეობს შემდეგში. ჯერ დაფიქრდე, განსაზღვრო და შემდეგ გადადგა ნაბიჯი. და არა დაუფიქრებლად, რომ აი მოდი ვცდი. ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც რისკი გამართლებულია, არა. შენ უნდა დაფიქრდე და ადეკვატურად გამოიტანო დასკვნა იმისა, თუ რასაც გააკეთებ, რას მოგიტანს. ცდა არა. არამედ იცოდე რას აკეთებ და მაშინ მოგეცემა შანსი. ეს არის შენი გაკვეთილი. ეტყობა აქ ადამიანი უფრო როგორ იქცეოდა, იცი? ძირითადად, მოდი ავცადო რა იქნება, გამოცდების პერიოდს აქეთ აწყობდა და ეხლა შენ ხარ ამ გაკვეთილში, რო არა. კარგი. ეს უფრო ეხება რაღაცა შენს ქმედებას, ფიქრებს, შეიძლება ეხებოდეს რამე სერიოზულ საკითხს, ეს შეიძლება ეხებოდეს ოჯახურ საკითხს, ეს ასევე შეიძლება ეხებოდეს საბუთობრივ საკითხს და ასე შემდეგ. ჩემი სილამაზე პატარა მინდვრის ველი, სადაც მაქვს ჩემი პყავს, ჩემი პეპლები, ყვავილები, ვარდები და პატარა ბაღი მაქვს. მაია, მადლობა ამისთვის. კარგი, მოდი ვნახოთ. ის გავიგეთ თუ როგორ უნდა მოიქცე. ეხლა ვნახოთ წამით ეს დავამაგრო. კიდე რა გელოდება შენ ბედისწერისგან მომავალი? მე მიყვარს ცოტა პერიოდზე და რაც უფრო მოკლე პერიოდზე ეკითხები, უფრო ზუსტად გპასუხობს. მაქსიმუმ 1 თვის ვადაზე რა გელოდება ბედისწერისგან შენ? რა გამოცდა ამ საჩუქარი? ნახავთ ახლა გამოცდა ეს თუ საჩუქარი. რაღაცა გადაწყვეტილების მიღება მოხდება, აი აქ გავგებობა იყო გადაწყვეტილებას მიიღებს აქ ადამიანი, ქალბატონი უფრო და ამ გადაწყვეტილებით თავის ემოციურ ფონს დატოვებს წარსულში უკან და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ რაღაცა გადადგას ახალი ნაბიჯი, მიიღოს ის შანსი სამყაროსგან და გადადგას ახალი ნაბიჯი, ახალი გზა, ახალი ცხოვრება დაიწყოს. ეს შეიძლება იყოს ვიღაცა, შეიძლება ახალი სამსახური დაიწყოს, შეიძლება ახალი ურთიერთობა დაიწყოს. რას გიმზადებს ბედისწერა? შენ ცხოვრებაში ამ ახალ გზაზე შემოვა ამ გადაწყვეტილების ფონზე ნელი ნაბიჯებით გამოჩნდება რაღაცა ახალი ემოციური სასიყვარულო მდგომარეობა, მოდი ენერგიებით ვილაპარაკებ უფრო ვიდრე ადამიანებზე, არქეტიპებით. გამოჩნდება რაღაცა სიტუაცია, რაც ნელი ნაბიჯებით, იცი რა არის, რა არის, მაჩვენეთ გეტყვით ხა. არა, ახალი, არა, ახალია. შენ ცხოვრებაში რაღაცა ახალი ნაბიჯები იქნება, ახალი შემოსვლა იქნება, რომელიც ნელი მსვლელობით მოგიახლოვდება. შენ შეიძლება ამას ცოტა ალმაცერად შეხედო, მაგრამ
ეს ყველა შემთხვევაში სიმშვიდის მომტანი იქნება შენთვის და იცოდე რომ ეს იქნება მაღლიდან გამოგზავნილი მდგომარეობა, პოზიცია, რომელიც გაგიხსნის კარს სიმშვიდისაკენ და აი იმ შეჩერებულ პოზიციაში რაშიც იყავი, თითქოს დაძრავს ამ შეჩერებულ პოზიციას ეს მისი ქმედება და რაღაცა მომავლისკენ იგრძნობ ენერგეტიკულად და არა მხოლოდ ენერგეტიკულად, მიწიერადაც რომ დაიწყო მსვლელობა და ეს არის რაღაცა ახალი შანსი სამყაროსგან, ამას შენ იგრძნობ და რაღაცა სიმშვიდის კარი გზა გაიხსნება შენს ცხოვრებაში. დიდი ხნის უძრაობის შემდეგ, დიდი ხნის წინააღმდეგობის შემდეგ, არა აი როგორი რაღაც იყო იცი, შეიძლება შენ ხარ ის რა ქვია განათხოვარი გოგონა, ან თვით შემდგარი პიროვნება, რომელიც მატერიალურ დონეზე დამოუკიდებელია, შეიძლება შენ ცხოვრებაში დიდი ხნის განმავლობაში იყო გაჩერებული სიტუაცია და ეხლა გამოიღვიძებს შენი სული. აქ ორი ვერსია მოდის დაიჭირეთ თქვენი საჯარო გაშლა და თითქოს ეწინააღმდეგებოდით რაღაცა აი ხო, ეწინააღმდეგებოდით თითქოს რაღაცა სიახლის შემოსვლას, იმიტომ რომ შეიძლება წარსულში გქონდათ ისეთი სიტუაცია, რომ მატერიალურ დონეზე ვიღაცასთან ბევრი ჩადეთ ფინანსურად და გეგონათ, რომ ყველა უკვე ეგეთი შემოვიდოდა, რადგან ძალიან გეტკინათ და უბრალოდ როგორი რაღაცაა, იცი, თქვენ იმ ადამიანისგან ელოდებოდით, მაგრამ ის ადამიანი რა გარჩევანი როგორი რაღაცა იცი, გააკეთებთ თქვენ იმაზე, რომ დაიღალეთ ამ სიყვარულში, სარაშიც იყავით და გამოხვიდეთ ამ სიყვარულიდან, რადგან ეს ადამიანი არაფერს არ მოქმედებს რა, არაფერს არ მოქმედებს, მისი თქვენი ანუ მის უკან რაც არის გაკეთებული, ბურუსთარი მოცული მისი უკანა მხარე და წინა მხარეზე მოქმედება არ ჩანს. აი ამ ახალ ადამიანის ქმედებას გამოყავხართ თავისი ენერგიით ამ სიტუაციიდან, სადაც ცდილობდით გამოგესწორებინათ რაღაცა. ესეთი სიახლეები მოდის თქვენს ცხოვრებაში, ძვირფასო ადამიანებო. მეგისურვებთ ბედნიერებას, სიყვარულს და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესოს. გაშლა არ ვიცი ვისი იყო. მე ამას გავიგებ თქვენი ლაიქების მეშვეობით და თუ თქვენი იყო გაშლა ენერგომიმოცვლის სახით, მოიწონეთ ვიდეო ძვირფასო ადამიანებო. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და შევხვდებით.